Kings-ის 2014 წლის შემოდგომის სეზონი 11 იანვარს დაჯილდოების საზეიმო ცერემონიით დასრულდა. დაჯილდოებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. გამარჯვებული შვიდეულები 3 მათემატიკის, ინგლისური ენისა და წელს პირველად ქართული ენის ოლიმპიადებში გამოვლინდნენ. გასული სეზონის გამარჯვებულ კინგსელებს სიტყვით მიმართა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ბატონმა გიგა ზედანიამ. რომელიც საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს, რომ გადადგან პირველი დიდი ნაბიჯი იმისკენ, რომ მათი ცხოვრება მომავალში იყოს წარმატებული, გეხსენებათ სოფლისა და განათლების გარეშე დღეს განსაკუთრებით ეს წარმატებული ცხოვრება შეუძლებელი იქნებოდა. კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ გამარჯვებულებს განსაკუთრებით, მაგრამ ასევე ყველა მონაწილეს ეს ღირსშესანიშნავი დღე და ვისურვო რომ პრინციპში ეს ამყოფილი იყოს ჩვენი ბოლო შეხვედრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში უნივერსიტეტი ელის თქვენგან შესანიშნავ სტუდენტებს და იმედი მაქვს რომ ბევრი თქვენგანი ესე დაფიქრდება იმაზე სან დააძლევს სწავლა იფიქრებთ ასევე ამ უნივერსიტეტს მადლობა კიდევ ერთხელ გილოცავ. წარმატებულ კინგსელებს დიპლომებთან ერთად გადაეცემათ მთავარი პრიზი გასართობ შემეცნებითი ტურის საგზური სასტუმრო კომპლექს ანაკლიაში. თითოეული კლასის პირველ ადგილოსანმა კინგსელმა კომპანიისგან კინგსის სპეციალური სმარტფონი მიიღო. მე ვარ მარიამ შუბიძე. გავიმარჯვე ამ ოლიმპიადაში და ძალიან გამიხარდა. მოგესალმებით, მე ვარ გიორგი და ძალიან მიხარია რომ დღეს ვარ კინგზე. მე ჩემთვის ეს დღე არის ძალიან კარგი, რადგან მე ვიმყოფები კინგსის დაჯილდოებაზე. მე ძალიან მიხარია და რადგან ბევრი დიპლომი გადმოვცეს და კიდე გავგზავნიო ანაკლიაში. პირველ ადგილოსნებს ELLC-სგან გადაეცათ სამთვიანი მოსამზადებელი კურსი ინგლისურ ენაში უცხოელ პედაგოგებთან, ხოლო საუკეთესო მე-11 კლასელს 4 საგანში მოსამზადებელი კურსები ერთწლიანი სააბიტურიენტო პროგრამით. კინგსის ინგლისური ენის ოლიმპიადის შემოდგომის სეზონზე გრანდიოზული პრიზი ოლიმპიადის პირველ ადგილოსან მე-7 კლასელ ლიზი ბასილაიას გადაეცა. ლიზიმ British House-ისგან სპეციალური პრიზი მიიღო. 100%-იანი დაფინანსება ლონდონში 2 კვირიან სასწავლო პროგრამაზე. დავხადოთ თითოეულ თქვენგანს გამოჩენილი ნდობისთვის, გამოჩენილი აქტიურობისთვის, ასევე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადოთ კინგსის თითოეულ თანამშრომლებს, რომელთაც თუნდაც მცირე წვლილი მიუძღვის ამ მართლაც ეროვნული საქმის განხორციელებაში. მე და ჩემი გუნდი კი ჩვენი სიმხრივ გვირდებით, რომ შემდეგი სეზონი იქნება ძალიან ბევრი სასიამოვნო სიახლეთა და სიურპრიზები გახსნას. ძალიან დიდი მადლობა ყველას. დაჯილდოების ცერემონია მხიარული და ემოციებით დატვირთული იყო. მწავს სოფლიო ასპარეზზე ის გაიტანს ზღაპრულელოს და კვლავ ნახავთ მკვდრეთით აღმდგარ გაბრწყინებულ საქართველოს. კიდევ ერთხელ ვულოცავთ კინგსელებს გამარჯვებას და მომავალშიც წარმატებებს ვუსურვებთ. შევხვდებით გაზაფხულის სეზონზე.